ხალბატონთია, მეიდან ეს ასეთი პრეცედენტი არ ყოფილა საგამოძიებო კომისიაზე და არ ყოფილა გასამართლება ადამიანების, ახლა შეიქმნა ხო ეს პრეცედენტი, როდესაც დაისაჯდნენ ის ადამიანები, ვინც არ გამოცხადა, როგორ ხდება, აი კანონმდებლობით როგორ არის, ახლაც რომ თუ არ ჩაერთვებიან, დაემატებათ მათ კიდევ სასჯელი თუ რა იქნება. მოსამართლე რას იზამს ეს მე რა თქმა უნდა არ ვიცი, მე ის ვიცი რომ ჩვენ გადავაგზავნით. ამის მერე უნდა წარიმართოს იგივე პროცედურა რაც უკვე ვნახეთ ერთხელ. ჩვენმა ხელისუფლებამ ისიც ყველას კარგად გვახსოვს, მაგრამ მე მგონი ბევრს აღარ ახსოვს, შეკრებითობის პრინციპი გააუქმა. ახალგაზრდები თუ გვისმენენ მათ რომ იცოდნენ მიშა სააკაშვილმა შემოიტანა კანონი, თუ მაგალითისთვის მშიერი ადამიანი ბავშვი მათ შორის მოიპარავდა 5 პურს დილით, მე 2 საათში კიდე მე საღამოს და ვახშმის წინ კიდე 1 პურს მოიპარავდა, მაგალითი რომ ვთქვათ, ის 1 ქურდობისთვის კი არ ისჯებოდა 5 ქურდობისთვის და შემდეგ 5 სასჯელი იკრიბებოდა და ადამიანები წლობით იყვნენ გამოკეტილები ციხეში, ესეც იქნება ჩვენს დასკვნაში. და სასჯელები იყო ძალიან გრძელი. ჩვენ ეს პრინციპი გავაუქმეთ და ეგრეთ წოდებული შთანთქმის პრინციპი მოქმედებს. აქაც სავარაუდოდ მოსამართლე სავარაუდოდ არა კანონით ასეა და გამოიყენებს, მაგრამ მას რა თქმა უნდა აქვს უფლება, გარკვეული მოქნილობა აქვს, რომ სხვადასხვა გარემოებებს მიაქციოს ყურადღება, მაგრამ ავტომატურად მაინც ვერ შეკრებს. თუმცა თუ მიმეტი სასჯელი გამოუტანა, ის გადაფარავს. ხო, მაგრამ ვერ შეიკრიბება. ანუ ის დარჩება რაც თუ ის იქნება უფრო მეტი, გადაფარავს ამჟამად.